ტლონი, უქბარი, ორბის ტერტიუსი, ხორხე ლუის ბორხესი, კითხულობს ნიკო. უქბარის აღმოჩენას სარკისა და ენციკლოპედიის ურთიერთგადაკვეთას ვუმატლე. სარკით მთავრდებოდა დერეფნის შორეული ბოლო, სოფლის დიდი სახლისა, კალე გაონაში. ხოლო ენციკლოპედია შეცდომით ქვია ინგლისურ-ამერიკულ ენციკლოპედიას და წარმოადგენს ენციკლოპედია ბრიტანიკის 1902 წლის გამოცემის სიტყვასიტყვით, თუმცა იმავდროულად ნაკლები ხარისხის გადამღერებას. იმ საღამოს სადილზე მეწვია ბიოი კასერასი და ჩვენ ყოველგვარი დროის შეგრძნება დავკარგეთ იმაზე მსჯელობისას, თუ როგორ შეიძლება შეითხსას პირველ პირში გადმოცემული რომანი, რომლის მთხრობელი გამოტოვებდა ან დაამახინჯებდა რაღაცებს და ისე წინააღმდეგობაში ჩავარდებოდა, რომ მხოლოდ რამდენიმე, სულ თითოეულა მკითხველი თუ ამოიცნობდა თავზარდამცემან ბანალურ ჭეშმარიტებას. დერეფნის შორეულ ბოლოში ჩვენს თავებს ზემოთ სარკე ეკიდა და გვჩრდილავდა. აღმოვაჩინეთ, რომ სარკეები რაღაც საშინელებას მალავენ. ეს მაშინ მოხდა, რაც ბიოიმ უქბარის ერთ-ერთი ფუძემდებელი ერეტიკოსის გამონათქვამი გაიხსენა. გულისამრევია სარკეები და კოპულაცია, რადგან ისინი კაცობრიობას ამრავლებენ. ვკითხე, როდის გადაეყარე ამ სამახსოვრო ეპიგრამას მეთქე. ინგლისურ-ამერიკულ ენციკლოპედიაში წავიკითხე, უქბარზე დაწერილ სტატიაშიო მითხრა. ამ დიდ ავეჯით გაწყობილ ძველ სახლში ზემოხსენებული ენციკლოპედიის ასლი მოიპოვებოდა. 66 ტომის ბოლო გვერდებზე ვიპოვეთ უფსალაზე დაწერილი სტატია, ხოლო 77 ტომის დასაწყისში ურალ-ალტაური ენები, მაგრამ არსად ახსენებდნენ უქბარს. შეცდომებულმა ბიოიმ საძიებელი გადაათვალიერა. უქბარის ყველა შესაძლებელი მარწერა მოსინჯა. ამაოდ, სანამ წავიდოდა, მითხრა, ეს ერაყის ან მცირე აზიის რეგიონიაო. ვაღიარებ, ცოტა არ იყოს, უხერხულად დაუქნია თავი. ეჭვი შემეპარა, რომ ეს დაუდგენელი ქვეყანა და მისი ერეტიკული მოძრაობის ანონიმური ფუძემდებელი თვით ბიოის მეხსეული, მორიდებულობით ნაკარნახევი გამონაგონი იყო, შეთხსული მისივე დახვეწილი ეპიგრამის გასამართლებლად. უშედეგო ძებნამ იუსტუს სპერთესის მიერ შედგენილ ერთ-ერთ ატლასში ეს ეჭვი გამიძლიერა. მომდევნო დღეს ბიოიმ ბუენოს-აირესიდან დამირეკა. წინ მიდევს უქბარზე დაწერილი სტატია ენციკლოპედიის 66 ტომშიო. ერეტიკული მოძრაობის დამფუძნებლის სახელი არ ფიგურირებდა, მაგრამ შესავალში წარმოდგენილი იყო მისი მოძღვრება, თითქმის ზუსტად იმავე სიტყვებით, რომლებიც ბიოიმ ჩემამდე მოიტანა, თუმცა ლიტერატურული თვალსაზრისით ნაკლებად დახვეწილით. ჩემთან ყოფნისას ბიოიმ გაიხსენა გულისამრევი სარკეები და კოპულაცია. ენციკლოპედიის ტექსტში კი ეწერა, ამ გნოსტიკოსთაგან ერთ-ერთისთვის ხილული სამყარო ილუზიაა, ან უფრო ზუსტად სოფიზმი. სარკეები და მამობა საძაგლობაა, რადგან ისინი ამრავლებენ და განადიდებენ ამ სოფიზმს. სავსებით გულმართლად ვუთხარი ბიოის, მაგ სტატიის ნახვა მსურს მეთქი. რამდენიმე დღის შემდეგ მომიტანა და გამაოცა კიდეც, რადგან რიტერის გეოგრაფიის სკრუპულოზურ კარტოგრაფიულ საძიებლებში არსად ფიგურირებდა სახელი უქბარი. ბიოის მიერ მოტანილი წიგნი ნამდვილად
ინგლისურ-ამერიკული ენციკლოპედიის 26 ტომი გახდათ. ყდასაც და ყუასაც იგივე ანბანური მაჩვენებელი ეწერა, რაც ჩვენს ანალოგიურ ტომს, მაგრამ ამ უკანასკნელის 917 გვერდისგან განსხვავებით, ბიოის ტომი 921 გვერდს შეიცავდა. ეს დამატებითი 4 გვერდი ეჭირა უკბარზე დაწერილ სტატიას, რომლის საწყისი ასოები, როგორც მკითხველი შეამჩნევს, უკვე სცილდებოდა მოცემული ტომის ანბანური მაჩვენებლის ფარგლებს. მოგვიანებით ჩვენ შეუდარეთ ერთმანეთს ეს ორი ტომი და ვერანაირი სხვაობა ვერ აღმოვაჩინეთ. ზემოთ დასახელებულის გარდა, ორივე ენციკლოპედია ბრიტანიკას მეათე გამოცემის ასლია. ბიოიმ ის ერთ-ერთი თავისი მრავალრიცხოვანი სეილების დროს შეიძინა. სტატია ყურადღებით წავიკითხეთ. ბიოის მიერ ჩემთვის ციტირებული პასაჟი იყო ალბათ ერთადერთი, რომელიც მკითხველს წარბს აუწევდა. სხვა ყველაფერი სავსებით მართლმაგვარი ჩანდა. ნაშრომის ძირითად ტონში თავსდებოდა და ბუნებრივია, ცოტათი მოსაწყენიც იყო. თუმცა განმეორებით წაკითხვისას აღმოვაჩინეთ, რომ მკაცრი ნაწერის უკან არსობრივი ბუნდოვანება იდგა. 14 სახელიდან, რომლებიც ფიგურირებდა გეოგრაფიის სექციაში, სულ 3 გვეცნო: ხორასანი, სომხეთი, ერზრუმი. ორაზროვნა ჩართული მთელ დანარჩენს ტექსტში. ისტორიული სახელებიდან კი ერთადერთი თვითმარქვია ჯადოქარი სმერდისი, რომელიც რეალურად მეტაფორის დანიშნულებას ასრულებდა. სტატიაში თითქოს მონიშნული იყო უკბარის საზღვრები, თუმცა მხოლოდ ბუნდოვნად მიანიშნებდა ამ რეგიონის მდინარეებს, კრატერებსა და მთაგრეხილებს. მაგალითად ამოვიკითხეთ, რომ სამხრეთ საზღვრის ორიენტირებს წარმოადგენს აქსა დელტა და ცაი ხალდუნი, ხოლო დელტას კუნძულებზე ველური ცხენები მრავლდებიან. ეს 918 გვერდის დასაწყისში ეწერა. უკბარის ისტორიის შემცველი ნაწილიდან გვერდი 920. შევიტყვეთ, რომ რელიგიურმა დევნამ მე-13 საუკუნეში იძულებული გახადა მართლმორწმუნეები გახიზნულიყვნენ იმავე კუნძულებზე, სადაც დღემდე დგას ობელისკები და დროდადრო მათეული ქვის სარკეებიც ამოაქვთ ხოლმე მიწიდან. სექცია, რომელსაც ერქვა ენა და ლიტერატურა, მოკლე იყო. ერთი სამახსოვრო შტრიხი. სტატია ამბობდა, რომ უკბარის ლიტერატურა ფანტაზიის ლიტერატურაა. მისი ეპოსი და ლეგენდები არასდროს შეესატყვისება რეალობას, არამედ უწინარესად მლეხნასა და ტლონის ორ წარმოსახვით საუფლოს. ბიბლიოგრაფიაში ჩამოთვლილი იყო 4 ტომი, რომლებიც მოსაძებნი ჰქონდა, თუმცა მათგან მესამე სილას ჰასლამის უკბარა წოდებული ქვეყნის ისტორია 1874 ფიგურირებს წიგნით მოვაჭრე ბერნარდ კარტიჩის კატალოგებში. პირველი ტომი შენიშვნები მცირე აზიის ქვეყანა უკბარზე. გამოცემულია 1651 წელს და ეკუთვნის იოჰანეს ვალენტინუს ანდრეას. ეს მნიშვნელოვანი ფაქტია, რადგან 2 თუ 3 წლის შემდეგ ისევ წავაწყდი ამ სახელს დე ქუინსის მოულოდნელ ჩანაწერებში, საიდანაც შევიტყვე, რომ ეს სახელი ეკუთვნის გერმანელ თეოლოგს, რომელმაც მე-17 საუკუნის დასაწყისში აღწერა წარმოსახვითი საზოგადოება როზი კროსი, რომელიც შემდგომში დააფუძნეს სხვა ადამიანებმა ამ წინასწარი აღწერილობის საფუძველზე. იმ ღამეს მე და ბიოი ვეწვიეთ სახელმწიფო ბიბლიოთეკას, სადაც ამაოდ ვათვალიერეთ ატლასები, კატალოგები, გეოგრაფიულ საზოგადოებათა მიერ გამოქვეყნებული ყოველწლიური საძიებლები, მოგზაურებისა და ისტორიკოსთა მემუარები. არავის არასოდეს ენახა უკბარი. ეს სახელი არ ფიგურირებდა არც ენციკლოპედიის ბიოისეულ ეგზემპლარის საძიებელში. მომდევნო დღეს კარლოს მასტრონარდიმ, რომლისთვისაც ამბობი მქონდა ეს ყველაფერი, თვალი მოჰკრა
ინგლისურ-ამერიკული ენციკლოპედიის შავ ოქროსფერ ყუებს წიგნის მაღაზიის ვიტრინაში კორიენტესისა და ტალკაჰუანოს ქუჩების გადაკვეთაზე. შევიდა და 66 ტომი გადაფურცლა, მაგრამ რაღა თქმა უნდა, უკბარის ხსენებასაც კი ვერსად მიაგნო. სამხრეთის რკინიგზის ინჟინრის ჰერბერტ ეშის შეზღუდული და კლებაში წასული მეხსიერება ჯერაც ყომდება ადროგეს სასტუმროში, უხვად გაბარდულ, ცხრა ტყავებსა და სარკეების ილუზორულ სიღრმეებში. სხვა უამრავი ინგლისელივით ეშიც შეეპყრო არარეალობას და მომაკვდავისგან ჩრდილიც კი აღარ დარჩენილიყო იმისა, რასაც სიცოცხლეში წარმოადგენდა. მაღალი იყო, ფლეგმატური, მართკუთხა წვერით, ოდესღაც წითურით. მესმის, ის ქვრივი იყო და არც შთამომავალი ჰყავდა. რამდენიმე წელიწადში ერთხელ ბრუნდებოდა ინგლისში, მზის საათისა და მუხების ტევრის მოსანახულებლად. მამაჩემმა ახლო ინგლისური მეგობრობა გააბა მასთან. მეგობრობა, რომელიც ნდობის გამორიცხვით დაიწყო და მალე საუბარით შეუძლებელი გახადა. ერთმანეთს წიგნებს და გაზეთებს უცვლიდნენ, უსიტყვოდ ეპაექრებოდნენ ჭადრაკში. მახსოვს ეში სასტუმროს აივანზე. მათემატიკის წიგნი ეჭირა და დრო და დრო უცვლელი ფერის ცას აყურებდა. ერთ საღამოს ვილაპარაკეთ მე-12 რიცხვთა სისტემაზე, რომელშიც 12-ის აღნიშნული რიცხვია 10. ეშის თქმით, სრულიად შემთხვევით რომელიღაც მე-12 ტაბულა სწორედ ახლა გადაყავდა მე-6 ტაბულაში, რომელშიც 6-ის აღნიშნულია 10. ისიც თქვა, ეს საქმე ნორვეგიელმა კაცმა დამავალაო რიო გრანდე დო სულში. მე და ეში ერთმანეთს უკვე 8 წელიწადი ვიცნობდით და აქამდე არასოდეს ეხსენებინა ბრაზილიაში თავისი ყოფნის ამბავი. საუბარში შევეხეთ სოფლის ბუკოლიკურ ცხოვრებას, იქ მომუშავე კაპანგებს, ბრაზილიურ ეტიმოლოგიას სიტყვისა გაუჩო, რომელსაც ზოგიერთი მოხუცი ურუგვაელი დღემდე ასე წარმოთქვამს გოუჩო და ღმერთო მაპატიე, აღარაფერი გვითქვამს მე-12-ებზე. 1927 წლის სექტემბერში ჰერბერტ ეში ანევრიზმის შეტევამ იმსხვერპლა. სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე მან ბრაზილიიდან მიიღო დაბეჭდილ დასხეული პაკეტი, რომელშიც თაბახის ფურცლის 1/8 ფორმატის წიგნი იდო. ეშმა ეს გზავნილი დატოვა ბარში, სადაც თვეების შემდეგ მე ვიპოვე. ფურცლა დავიწყე და უცებ მსუბუქი თავბრუს ხვევისა და გაოგნების განცდა მომაწვა. არ აღვწერ ამ შეგრძნებას, რადგან საქმე ეხება არა ჩემს ემოციებს, არამედ უკბარს, ტლონსა და ორბის ტერტიუსს. აი, ის კარიბჭე რომ გაღებულიყო, მაინც ვერ ვიგრძნობდი იმას, რასაც იმ საღამოს ვგრძნობდი. წიგნი ინგლისურად იყო დაწერილი და 1001 გვერდისგან შედგებოდა. ტყავგადაკრული წიგნის ყვითელ ყუაზე წავიკითხე საგულისხმო სიტყვები, რომლებიც მეორდებოდა სატიტულო გვერდზე. ტლონის პირველი ენციკლოპედია, ტლონის პირველი ენციკლოპედია, ტომი 11. არსად ჩანდა გამოშვების თარიღი ან ადგილი. პირველ გვერდზე და განმეორებით პერგამენტის თხელ ფურცელზე, რომელიც ფარავდა ერთ-ერთ ფერად ილუსტრაციას. დაბეჭდილი იყო ცისფერი ოვალი წარწერით ორბის ტერტიუსს. 2 წლით ადრე პირატული ენციკლოპედიის ერთ-ერთ ტომში არარსებული ქვეყნის მოკლე აღწერილობას წავაწყდი. ამჯერად ბედმა გაცილებით ძვირფასი და სიღრმისეული რამ მარგუნა. ხელში მეჭირა ვრცელი, სისტემატიზებული ფრაგმენტი უცნობი პლანეტისა, მისი არქიტექტურითა და ბანკოს ქაღალდებით, მისი მითოლოგიების საშინელებითა და მისი ენების ჩურჩულით, მისი იმპერატორებითა და სხვებით, მისი მინერალებით, ჩიტებითა და თევზებით, მისი ალგებრითა და ცეცხლით, მისი თეოლოგიური და
მეტაფიზიკური დავა კამათით. ეს ყველაფერი იყო მწყობრი, შეერთებულ შეკავშირებული, მკაფიოდ გამოკვეთილი, არავითარი შესამჩნევი მიზნით თუ პაროდიაზე მინიშნებით. მე-11 ტომში, რომელზეც ვლაპარაკობ, არის მინიშნებები წინამსწრებ და მომდევნო ტომებზე. ნესტორ იბარამ თავის წერილში ცალსახად უარყო ასეთი ურთიერთდაკავშირებული ტომების არსებობა, თუმცა ეზეკიელ მარტინეს ესტრადამ და დრიელა როშელმა უკუაგდეს ეს ეჭვი, ალბათ წარმატებით. ფაქტია, რომ ყველაზე გულმოდგინე კვლევებიც კი ჯერჯერობით ფუჭი აღმოჩნდა. ამაოდ ვქეკეთ 2 ამერიკისა და ევროპის ბიბლიოთეკები. დეტექტიური ტიპის ამ მეორე ხარისხოვანი გარჯით დაღლილი ალფონსო რეიესი გვთავაზობს ჩვენ შორის აღვადგინოთ მრავალი მასიური ტომი, რომლებიც გვაკლია. ნახევრად სერიოზულად და ნახევრად ხუმრობით რეიესს წარმოუდგენია, რომ ტლონისტების თაობა საკმარისი იქნება. ეს თამამის შეფასება თავდაპირველ პრობლემასთან გვაბრუნებს. ვინ ერთმა თუ მრავალმა გამოიგონა ტლონი? ვფიქრობ, მრავალი გარდაუვალია, რადგან ჰიპოთეზა ერთადერთი გამომგონებლისა წყვდიათში და თავდავიწყებაში მოქმედი ვინმე უსასრულო ლაიბნიცის ერთსულოვნად უკუაგდეს. სავარაუდოა, რომ ეს ჩინებული ახალი სამყარო შექმნა ასტრონომების, ბიოლოგების, ინჟინრების, მეტაფიზიკოსების, პოეტების, ქიმიკოსების, ალგებრისტების, მორალისტების, მხატვრების, გეომეტრების და ასე შემდეგ საზოგადოებამ, რომელსაც ხელმძღვანელობდა და წარმართავდა ჩრდილში შეყუჟული მავანი გენიოსი. ბევრი ადამიანია გაწაფული ზემოთ ჩამოთვლილ სხვადასხვა დისციპლინაში, მაგრამ ცოტას აქვს წარმოსახვის უნარი. კიდევ უფრო ცოტა შეუძლია, რომ ეს წარმოსახვა დაუქვემდებაროს მკაცრ, სისტემატურ გეგმას, რომელიც იმდენად მრავლის მომცველია, რომ თითოეული მწერლის მიერ შეტანილი წვლილი უსასრულოდ მცირეა. თავდაპირველად ვიფიქრეთ, რომ ტლონი სხვა არაფერია, თუ არა ქაოსი, წარმოსახვითი თავნებობის შეურაცხადი აქტი. სადღეისოდ ვიცით, რომ ეს კოსმოსია და რომ მისი წარმმართველი უშინაგანესი კანონები წინ და წინ ჩამოყალიბდა. ვაკმაროთ მკითხველს ამის შეხსენება. მე-11 ტომის მოჩვენებითი წინააღმდეგობები ქვაკუთხედია მტკიცებულებისა, რომ ფაქტობრივად სხვა ტომებიც არსებობს, იმდენად ნათელი, იმდენად კანონზომიერია მე-11-ის შინაგანი წესრიგი. პოპულარული ჟურნალები მისატევებელი გადაჭარბებებით გვამცნობებდნენ ტლონის ზოოლოგიასა და ტოპოგრაფიას. ჩემი აზრით, მისი გამჭვირვალე ვეფხვები და სისხლის კოშკები შესაძლოა არც იმსახურებს მთელი კაცობრიობის მუდმივ ყურადღებას. თუმცა შემეძლო ისე გავთამამებულიყავი, რომ რამდენიმე წამი მეთხოვა სამყაროს მისეული კონცეფციის მოსახაზად. ჰიუმმა ერთხელ და სამუდამოდ განაცხადა, თუ ბერკლის არგუმენტები უმცირეს უარყოფასაც ვერ იტანს, ვერც უმცირეს რწმენას შთაგვაგონებსო. ეს გამონათქვამი სრული სიმართლეა დედამიწასთან და სრული სიცრუე ტლონთან დაკავშირებით. ამ პლანეტის ბინადარი ერები დაბადებით იდეალისტები არიან. მათ ენას და ამ ენიდან გამომდინარე საგნების, რელიგიის, ლიტერატურის, მეტაფიზიკის წინაპირობა იდეალიზმია. ტლონის მკვიდრთათვის ქვეყნიერება სივრცეში არსებული ობიექტების ამალგამა კი არ არის, არამედ დამოუკიდებელ მოქმედებათა არაერთგვაროვანი მწკრივი. ქვეყნიერება თანმიმდევრულია, წარმავალი, თუმცა არა სივრცობრივი. ტლონის სავარაუდო თაურ ენაში არ არსებობს არსებითი სახელები, საიდანაც სათავეს იღებს მისი დღევანდელი ენები და დიალექტები. არის უპიროვნო ზმნები, მოდიფიცირებული ერთმარცვლიანი ბოლო სართებით, რომლებიც
ზმნიზედის ფუნქციას ასრულებენ. მაგალითად, არ გააჩნიათ სიტყვა, რომელიც შეესატყვისებოდა ჩვენეულ მთვარეს, არამედ აქვთ ზმნა, რომელიც ინგლისურად იჟღერებდა როგორც მთვარობა ან გამთვარება. მთვარე აცურდა მდინარის ზემოთ, ან ქსულ სოლერის შემოკლებული თარგმნით მაღლა მდინარეების უკან გამთვარდა. ეს პრინციპი მიესადაგება სამხრეთ ნახევარსფეროს ენებს. ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ენებში პირველხარისხოვან ერთეულს წარმოადგენს არა ზმნა, არამედ ერთმარცვლიანი ზედსართავი. სახელები იქმნება ზედსართავების ერთმანეთზე გადაბმით. არ ამბობენ მთვარე, არამედ საჰაერო ნათელი ბნელ მრგვალის ზემოთ, ან რბილ ქარვისებრ ციური, ან სხვა ამდაგვარ ასხმულას. ამ შემთხვევაში ზედსართავების წყება რეალურ ობიექტს შეესაბამება, თუმცა ეს სრულებით შემთხვევითია. ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ლიტერატურა სავსეა იდეალური საგნებით, მეყცეულად გამოხმობილითა და გამქრალით, როგორც პოეზია მოითხოვს. ზოგჯერ სიტყვებს უბრალოდ თანადროულობა ქმნის. არის ორნაწილიანი სიტყვები. ერთი ნაწილი ვიზუალურია, მეორე სმენითი. ამომავალი მზის ფერი და შორეული ფრინველის ჩხავილი. არის მრავალი ნაწილისგან შედგენილი სიტყვებიც. მოცურავის მკერდზე შეხლელი მზე და წყალი, ბუნდოვან ვარდისფერი ციმციმი, რომელსაც ვხედავთ, როცა თვალები დახუჭული გვაქვს. განცდა, რომ მდინარე მიგვაქანებს, სხვა დროს კი მორფეუსი. ეს მეორეხარისხოვანი ობიექტები შეიძლება დაწყოლდეს სხვა ობიექტებთან. პროცესი, რომელიც იყენებს ერთგვარ შემოკლებებს, პოტენციურად უსასრულოა. არის სახელგანთქმული ლექსები, რომლებიც შედგება ერთადერთი ვეებერთელა სიტყვისგან. ეს სიტყვა პოეტური საგანია და მას პოეტი ქმნის. ის ფაქტი, რომ არავის სჯერა არსებითი სახელებით გამოხატული რეალობის, პარადოქსულად ნიშნავს, რომ ასეთი სახელების რაოდენობა უსასრულოა. ტლონის ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ენები მთელი ინდოევროპული ენების სიტყვებსაც მოიცავს და უამრავ სხვასაც. აუდიო წიგნი არის დასვიქს ნიკო არხის საკუთრება. მადლობა, რომ გვისმენთ. გაზვიადება არ იქნება იმის თქმა, რომ ტლონის კლასიკური კულტურა შედგება ერთადერთი დისციპლინის, ფსიქოლოგიისგან, რომელსაც ექვემდებარება ყველა სხვა დისციპლინა. უკვე ვთქვი, რომ ამ პლანეტის ბინადრებს სამყარო ესმით, როგორც მენტალური პროცესების სერია, რომელიც ხდება არა სივრცეში, არამედ დროში, თანმიმდევრულად. სპინოზა თავის ამოუწურავ ღვთაებას მიაწერს სივრცობრივი გაფართოებისა და აზრის ატრიბუტებს. ვერცერთი ტლონელი ვერ გაიგებდა პირველს, რომელიც ტიპიურია მხოლოდ ზოგიერთი მდგომარეობისთვის, და მეორეს, რომელიც კოსმოსის სრულყოფილი სინონიმია. ანუ, სხვა სიტყვებით, მათ სივრცე არ ესმით, როგორც ისეთი რამ, რაც დროში გრძელდება. ჯერ კვამლის აღქმა ჰორიზონტზე, მერე ცეცხლმოდებული სოფლის, მერე კი ნახევრად ჩამქრალი სიგარეტის, რომელმაც გამოიწვია ნიადაგის ამოწვა. აი, იდეების ასოციაციური დაკავშირების მაგალითი. რადიკალური მონიზმი თუ იდეალიზმი აუქმებს მეცნიერებას. მოვლენის ახსნა ნიშნავს მის დაკავშირებას სხვა მოვლენასთან. პლანეტა ტლონზე გაერთიანება სუბიექტის მომდევნო მდგომარეობაა. ის ვერ ხელყოფს და ვერ გააცისკროვნებს წინა მდგომარეობას. ყოველი მენტალური მდგომარეობა დაუმცრობელია. მისთვის სახელის მინიჭების უბრალო აქტს მოყვება დეფორმაცია, გადახრა თუ დაქანება. აქედან შეგვეძლო დაგვესკვნა, რომ ტლონზე არ არსებობს არავითარი მეცნიერება,
თვით აზრის სისტემაც კი. მაგრამ პარადოქსული სიმართლეა, რომ აზრის სისტემები არსებობს თითქმის უთვალავი სისტემა. იქაური ფილოსოფიები ჩრდილოეთ ნახევარსფეროს არსებით სახელებს გავს. იმ ფაქტს, რომ თითოეული ფილოსოფია არსებითად დიალექტიკური თამაშია, შედეგად მოყვა მათი გამრავლება. არის სისტემები სისტემებზე განსაცვიფრებლები, თუმცა შეპყრობილები საამური არქიტექტურით ან ერთგვარი სასიამოვნო სენსუალობით. ტლონელი მეტაფიზიკოსები ჭეშმარიტებას არ ეძებენ თვით დამაჯერებლობასაც კი, არამედ გაკვირვებასა და გაოგნებას. მათ თვალთახედვაში მეტაფიზიკა ფანტაზიის ლიტერატურის ერთ-ერთი განშტოებაა. იციან, რომ სისტემა სხვა არაფერია თუ არა სამყაროს ყველა ასპექტის დაქვემდებარება რომელიმე ერთისადმი, ნებისმიერისადმი. გვერდსულიან თვით ფრაზას ყველა ასპექტი, რადგან ეს გულისხმობს მოცემული წამის და ყველა გარდასული წამის შეუძლებელ დამატებას. არც მრავლობითი ყველა გარდასული წამია ლეგიტიმური, რადგან ის კიდევ ერთ შეუძლებელ ოპერაციას გულისხმობს. ტლონის ერთ-ერთი ფილოსოფიური სკოლა იქამდეც კი მიდის, რომ დროის არსებობას უარყოფს. ამბობს, რომ აწმყო განუსაზღვრელი და დაუდგენელია. მომავალს არავითარი რეალობა არ აქვს, გარდა აწმყოში არსებული იმედის, ხოლო წარსულის ერთადერთი რეალობა აწმყოში გამოყოლილი მოგონებაა. სხვა სკოლა ამტკიცებს, რომ მთელმა დრომ უკვე ჩაიარა და ჩვენი ცხოვრებაც მხოლოდ და მხოლოდ რომელიღაც უკან დაუბრუნებელი პროცესის ბინდით მოცული, თვალნათლივ გამრუდებულ დეფორმირებული ხსოვნა თუ ანარეკლია. კიდევ სხვა სკოლა აცხადებს, რომ სამყაროს ისტორია არის ხელნაწერი რომელიღაც მეორე ხარისხოვანი ღმერთისა, რომელიც დემონთან დაკავშირებას ცდილობს. სხვა სკოლის მიხედვით სამყარო შეიძლება შევადაროთ იმ კრიპტოგრამებს, რომლებშიც ყველა სიმბოლო არ მოქმედებს, არამედ მხოლოდ ისაა ნამდვილად რეალური, რაც 300 ღამეში ერთხელ ხდება. ერთ-ერთი სკოლის თქმით, სანამ აქ გვძინავს, სადღაც სხვაგან გვხვიძავს, ისე რომ თითოეული ადამიანი ფაქტობრივად ორი ადამიანია. ტლონის ყველა მოძღვრებას შორის არც ერთს არ გამოუწვევია იმდენი ალიაქოთი, რამდენიც მატერიალიზმს. ზოგიერთმა მოაზროვნემ ისეთი ფორმულირება მისცა ამ ფილოსოფიას, თითქოს პარადოქსი წამოეყენებინოს. იმისათვის, რომ უფრო ადვილი გასაგები გაეხადა ეს წარმოუდგენელი თეზისი, მე-11 საუკუნის ერეტიკოსთა ლიდერმა მოიფიქრა სპილენძის 9 მონეტის სოფიზმი, რომელიც ისევე სკანდალურად სახელგავარდნილია ტლონზე, როგორც ელეური პარადოქსი ჩვენთვის. არსებობს ამ მართლმაგვარი არგუმენტის ბევრი ვერსია, რომლებშიც იცვლება მონეტებისა და აღმოჩენების რიცხვი. ყველაზე გავრცელებულია შემდეგი ვერსია. სამშაბათს იქსი მიუყვება უკაცრიელ გზას და სპილენძის 9 მონეტას კარგავს. ხუთშაბათს იმავე გზაზე იგრეკი პოულობს 4 მონეტას, რომელთა ბრწყინვა რამდენადმე ჩამქრალა 4შაბათის წვიმისგან. პარასკევს ზეტი 3 მონეტას პოულობს გზაზე. პარასკევ დილით იქსი თავისი სახლის აივანზე 2 მონეტას პოულობს. ამ ისტორიიდან ერეტიკოსთა პატრიარქს სურდა გამოეყვანა 9 დაბრუნებული მონეტის რეალობა, ანუ დროის უწყვეტობა. აბსურდი იქნებოდა წარმოგვედგინა, რომ 4 მონეტა არ არსებობდა სამშაბათიდან ხუთშაბათამდე, 3 სამშაბათიდან პარასკევის ნაშუადღევამდე, 2 კი სამშაბათიდან პარასკევ დილამდე. თქვა მან, ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ფაქტობრივად მონეტები არსებობდნენ დროის იმ 3 პერიოდის თითოეულ მომენტში. აბსურდი იქნებოდა წარმოგვედგინა,
რომ 4 მონეტა არ არსებობდა სამშაბათიდან ხუთშაბათამდე, 3 სამშაბათიდან პარასკევის ნაშუა დღევამდე, 2 კი სამშაბათიდან პარასკევ დილამდე, თქვა მან. ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ ფაქტობრივად მონეტები არსებობდნენ დროის იმ 3 პერიოდის თითოეულ მომენტში. ტლონის ენა ეწინააღმდეგებოდა ამ პარადოქსის ფორმულირებას და ადამიანთა დიდ ნაწილს არ ესმოდა ის. სახიაზრის სკოლამ თავდაპირველად უბრალოდ უარყო ამ ამბის უტყუარობა. ამბობდა, ეს მხოლოდ სიტყვიერი ხდომილებაა, რომელიც ეყრდნობა 2 ახალი ნეოლოგიზმის უგუნურ გამოყენებას, სიტყვების, რომლებსაც არასტანდარტულად იყენებენ და მკაცრ აზრს არ უქვემდებარებენ. ესაა 2 ზმნა, პოვნა და დაკარგვა, რომლებიც რაკიღა წინ გულისხმობენ თავდაპირველი 9 მონეტისა და შემდგომი მონეტების იდენტობას, საბოლოოდ მთლიანი სურათის დეფორმირებას იწვევენ. ამ კრიტიკოსებმა შეახსენეს თავიანთ მსმენელებს, რომ ყველა არსებით სახელს მხოლოდ და მხოლოდ მეტაფორული ღირებულება აქვს. ამხილეს შეცდომაში შემყვანი დეტალი, რომ ბრწყინვა რამდენადმე ჩამქრალა 4შაბათის წვიმისგან, რის მეშვეობითაც უნდა დამტკიცებულიყო 4 მონეტის არსებობა სამშაბათიდან ხუთშაბათამდე. ისინი განმარტავდნენ, რომ თანაბრობა ერთია, იდენტობა მეორე და ჩამოაყალიბეს ერთგვარი reduction absurdum, ჰიპოთეტური შემთხვევა 9 კაცისა, რომლებიც 9 თანმიმდევრულ ღამეს ერთი მეორის მიყოლებით განიცდიან მძაფრ ტკივილს. განა აბსურდი არ იქნებოდა იმის დაშვება, რომ 9 კაცი ერთი და იმავე ტკივილით იტანჯებოდა? იკითხეს მათ. ამტკიცებდნენ, რომ ერეტიკოსთა წინამძღვარი მოტივირებული იყო მკრეხელური სურვილით მიეკუთვნებინა არსებობის ღვთაებრივი კატეგორია ერთი მუჭა მონეტებისთვის და რომ ის ზოგჯერ უარყოფდა მრავლობითობას, ზოგჯერ არა. ამბობდნენ, თუ ერთნაირობას იდენტობა მოყვება, მაშინ 9 მონეტა ერთი მონეტა არისო. საოცარია, მაგრამ ზემო აღნიშნულ უარყოფას წერტილი არ დაუშვამს ამ ისტორიისთვის. პრობლემის წამოჭრიდან 100 წლის შემდეგ ერეტიკოსთა წინამძღვარზე არანაკლებ ბრწყინვალე, ოღონდაც ორთოდოქსული ტრადიციის მქონე მოაზროვნემ ყველაზე გაბედული ჰიპოთეზა შექმნა. მისი ბედნიერი ვარაუდით არსებობს მხოლოდ ერთი საგანი, ეს განუყოფელი საგანი, სამყაროს თითოეული არსებაა. სამყაროს არსებები ღვთაების ნიღბები და ორგანოები არიან. X-ი არის Y და აგრეთვე Z-ი. Z-ი პოულობს ამ მონეტას, რადგანაც ახსოვს, რომ X-მა ისინი დაკარგა. ეს უკანასკნელი პოულობს 2 მონეტას თავისი სახლის აივანზე, რადგანაც ახსოვს, რომ სხვა მონეტები იპოვეს. მე-11 ტომი ამბობს, რომ ამ იდეალისტურმა პანთეიზმმა აზრის ყველა სხვა სკოლა დაჯაბნა 3 მიზეზით. პირველი, რადგან მან უარი თქვა სოლიფსიზმზე. მეორე, ხელუხლებელი დატოვა მეცნიერებათა ფსიქოლოგიური საფუძველი. და მესამე, შეინარჩუნა რელიგიის შესაძლებლობა. შოპენჰაუერი ხურვალე და თან გონებანათელი ძალზე მსგავს მოძღვრებას აყალიბებს თავისი პარერგა და პარალიპომენას პირველ ტომში. ტლონის გეომეტრია 2 განსხვავებული დისციპლინისგან შედგება: ვიზუალური გეომეტრია და ტაქტილური გეომეტრია. ეს უკანასკნელი შეესატყვისება ჩვენს გეომეტრიას და ექვემდებარება ვიზუალურს, რომელიც ეყრდნობა არა წერტილს, არამედ ზედაპირს, არ აქვს პარალელური ხაზები და ამტკიცებს, რომ სივრცეში მოძრაობისას სხეული ასხვაფერებს მის გარემომცველ ფორმებს. ტლონური არითმეტიკის საფუძველს შეადგენს განუსაზღვრელი რიცხვების ცნება. იგი ხაზს უსვამს მნიშვნელობას ისეთი წარმოდგენებისა, როგორიცაა უფრო მეტი და უფრო ნაკლები, რომლებსაც ჩვენი მათემატიკოსები გამოხატავენ სიმბოლოებით და
მტლონელებს ასწავლეს, რომ დათვლის აქტი ცვლის დასათვლელ საგანთა რაოდენობას, განუსაზღვრელებს განსაზღვრულებად აქცევს. ის ფაქტი, რომ ერთი და იმავე რაოდენობის დამთვლელი რამდენიმე ადამიანი ერთ შედეგამდე მიდის, მტლონელი ფსიქოლოგებისთვის იდეების გაერთიანების ან დამახსოვრების პროცესის მაგალითია. უნდა გვახსოვდეს, რომ მტლონზე ცოდნის საგანი ერთადერთია და მარადიული. ლიტერატურის სფეროშიც ყოვლის მძლეველია ერთადერთი საგნის იდეა. წიგნებს იშვიათად თუ აწერია ავტორის გვარი და არც პლაგიატობის ნება არსებობს. გადაწყდა, რომ ყველა წიგნი დაწერილია ერთადერთი ავტორის მიერ, რომელიც მარადიულია და ანონიმური. ლიტერატურული კრიტიკა ხშირად იგონებს ავტორებს იღებს ორ განსხვავებულ თხზულებას, მაგალითად დაო დეძინს და 1001 ღამეს. ერთ ავტორს მიაწერს, მერე კი სუფთა სინდისით განსაზღვრავს ამ ყოვლად საინტერესო ფსიქოლოგიას. მათი წიგნების განსხვავდება ჩვენეულისგან. მათ ფიქციას ერთადერთი სიუჟეტი აქვს, ყველა შესაძლებელი გადანაცვლებით. მათი ფილოსოფიური ნაშრომები უცვლელად ინარჩუნებს თეზის და ანტითეზის, თითოეული არგუმენტის მკაცრ პროს და კონტრას. წიგნი, რომელიც არ შეიცავს საპირისპირო წიგნს, დაუმთავრებლად მიიჩნევა. საუკუნიდან საუკუნემდე გაგრძელებულ იდეალიზმს არ შეეძლო გავლენა არ მოეხდინა რეალობაზე. მტლონის უძველეს რეგიონებში არც თუ იშვიათად ნახავდით დაკარგული ნივთის ორეოლს. ორი ადამიანი ეძებს ფანქარს, პირველი პოულობს, მაგრამ არაფერს ამბობს. მეორე პოულობს მეორე ფანქარს, არანაკლებ ნამდვილს, თუმცა უფრო შესატყვის მისი მოლოდინისთვის. ამ ნივთ ორეულებს ჰქვია ბრონერ და მათ, თუნდაც ეს მოუხერხებელი იყოს, პირველზე ოდნავ უფრო მეტი სიგრძე აქვთ. ბოლო დრომდე დაბნეულობისა და გულმავიწყობის შემთხვევით პირმშოს წარმოადგენდა. ძნელი დასაჭერებელია, რომ ასეთი ნივთები სისტემატურად იქმნებოდა მხოლოდ 100-მდე წლის განმავლობაში, არადა სწორედ ამას გვეუბნება მე-11 ტომი. პირველმა მცდელობებმა შედეგი არ გამოიღო, თუმცა კი ღირს, რომ მოქმედების წესი გავიხსენოთ. ერთ-ერთი სახელმწიფო ციხის ზედამხედველმა თავის პატიმრებს ამცნო. აქვე ახლოს, მდინარის ძველ კალაპოტში, საფლავებია, ვინც მნიშვნელოვან აღმოჩენას გააკეთებს, ციხიდან გაუშვებო. პირობა მისცა. გათხრებამდე რამდენიმე თვით ადრე ტუსაღებს უჩვენეს ფოტოსურათები, თუ რა შეიძლებოდა აღმოეჩინათ. პირველმა მცდელობებმა უჩვენა, რომ იმედი და სიხარბე შეიძლება შემაფერხებელი იყოს. წერაქვითა და ნიჩბით ერთკვირიანი მუშაობის შემდეგ მიწიდან ამოღებული ერთადერთი ფრონი აღმოჩნდა დაჟანგული ბორბალი, რომელიც რამდენადმე უფრო გვიანდელი დროით თარიღდებოდა ექსპერიმენტის დაწყების დროსთან შედარებით. როგორც ასეთი, ექსპერიმენტი საიდუმლოდ ინახებოდა, თუმცა შემდგომში განმეორდა 4 უმაღლეს სასწავლებელში. 3 მათგანში არსებითად სრული წარუმატებლობით დამთავრდა. მე-4-ში სტუდენტებმა ამოთხარეს ან შექმნეს ოქროს ნიღაბი, არქაული ხმალი, 2 თუ 3 თიხის ამფორა, ჟანგაროთი დაფარული და დეფორმირებული მეფის ტორსი მკერდზე წარწერით, რომელიც ჯერ კიდევ გასაშიფრი იყო. ეს ყველაფერი ისე აღმოაჩინეს, რომ გათხრების ადგილზე არ დაუშვიათ არც ერთი მოწმე, რომელიც იცნობდა ამ ძიების ექსპერიმენტულ ხასიათს. ჯგუფურ საკვლევ პროექტებს კონფლიქტური აღმოჩენები მოყვება. ამჟამად ამჯობინებენ ინდივიდუალურ, მოცემული მომენტით ნაკარნახევ პროექტებს. ბრონერის სისტემატური წარმოქმნა არქეოლოგებს ფასდაუდებელ დახმარებას უწევდა. რა კი შესაძლებლობას აძლევდა არათუ მხოლოდ შეკითხვები დაესვათ, არამედ შეეცვალათ კიდეც წარსული, რომელიც ახლა არანაკლებ პლასტიკურია და არანაკლებ დამთმობი, ვიდრე
მომავალი. ერთი საგულისხმო ინფორმაცია მეორე ან მესამე თაობის ბრონირში. უფრო მეტია პირველი ბრონირის აბერაციები. მეხუთის აბერაციები თითქმის ერთმანეთს თან ხვდება. მეცხრი შეიძლება აგვერიოს მეორისაში, ხოლო მე-11 თაობის ბრონირს ისეთი დახვეწილი ხაზი აქვს, რომ თვით ორიგინალსაც კი ჩრდილავს. პროცესი პერიოდულია. მე-12 თაობის ბრონირი დეგრადირებას იწყებს. ზოგჯერ ნებისმიერ ბრონირზე უფრო უცნაური და წმინდაა ურ-ნივთი, რომელსაც ქმნის მინიშნება და რომელსაც წინ წარმოსწევს იმედი. ზოგჯერ ნებისმიერ ბრონზე უფრო უცნაური და წმინდაა ურ-ნივთი, რომელსაც ქმნის მინიშნება და რომელსაც წინ წამოსწევს იმედი. ამის თვალსაჩინო მაგალითია ჩემი ნახსენები დიდებული ოქროს ნიღაბი. ტლონზე საგნებს ორეულები უჩნდებათ. ამასთანავე აქვთ მიდრეკილება გაბუნდოვანების, სქემატურად ქცევისა და დეტალების კარგვისკენ იმ მომენტიდან მოყოლებული, როცა მათ დავიწყებას იწყებენ. ამის კლასიკური მაგალითია შესასვლელი კარი, რომელიც განაგრძობდა არსებობას, სანამ მავანი მათხოვარი იქ დადიოდა, მაგრამ რომელიც აღარ ჩანს მისი სიკვდილის შემდეგ. ზოგჯერ რამდენიმე ჩიტს ან ერთ ცხენს ამფითეატრის ნანგრევები გადაურჩენია. სალტო ორიენტალი 1940 წელი. დასასრული. მადლობა რომ გვისმენთ. მომავალ შეხვედრამდე.